სალომე, რამდენი წელია ცეკვავთ და მაინტერესებს რა არის საჭირო იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიო? შენ ძალიან წარმატებული მოცეკვავე. ცეკვავ 13 წლიდან. ხო და რა არის საჭირო? ალბათ ბევრი შრომა. დღეში რამდენი ხანი გიწევს ვარჯიში, რამდენი საათი? მე მაგალითად ვარჯიშობ დღეში 2 ჯერ. დილით საღამოთი პლუს ამას. თუმცა შუალედებში მე ვიცი რომ შენ ბავშვები გყავს რომელსაც ასწავლი და ეგეც ერთგვარი ვარჯიში გამოდის და ჭამს მე. ერთხელ ჭამს. სხვათა შორის სტერეოტიპი მოდელებზე და მოცეკვავებზე ძალიან დამირღვია აი ამ ორმა ადამიანმა ეს მოდელი და ძალიან ბევრს ჭამს და მოცეკვავე სალომე რომელიც მართლა ძალიან ბევრს ჭამს. მე მაგ ნანახი. დღეში 2 ჯერ ვარჯიშობს და ამიტომ ენერგიას ხარჯავს. მარტო არ ყოველთვის სალომე, მაინტერესებს თუ აპირებ თქვა სამომავლოდ კონკურსზე გამოსვლას ამ პარტნიორი თუ ყავს ან რაღაც, იმიტომ რომ მე ვიციო, შენ და გიგი წყვილში იქ ძალიან დიდი ხანი წვილი იყავით, მაგრამ გიგიმ რომ დაანება თავი, რაც მოხდა ესე, შენ ხა ყავს პარტნიორი რეზო ბაქიძე. ანუ შენ და რეზო უკვე ხო, მე და რეზო ერთად ვარჯიშობ და ეხლა მაგალითად სხვათაშორის პარასკევს მივდივარ ტურნირზე უკრაინაში. არ ვიცი რას ვიზავთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ დაახევთ თავზე ყველაფერს დაუნაკნათ ხო? არ მგონია, მაგრამ ნახო. სალომე, აი დასრულებულ ასაკში თუ დაინტერესდა გოგონა რომ შეისწავლოს ეს ლათინური ამერიკული კი, როგორ არა, ძალიან ბევრი დადის. შეიძლება რომ ისწავლოს. მე ხშება პროფესიონალი ვერ გახდეს. მაგალითად ახლა ჩვენთან ვერ გავიდეს. ყველაზე ისეთი, ანუ ესე ვთქვათ, ბებერი 85 წლის დადის. მაგრამ ტურნირებზეც გაყავთ და არის ვალოკარდინების ანუ მოდიან, არის ეს VIP ჯგუფები ქვია, სადაც ანუ სამოყვარულოდ ასწავლიან უცებებს და იხალისებენ ცხოვრებას. მოყვარულთა შორისაც ხო ხდება შეიძლება. კი, როგორ არა არის. მე არა. თუმცა განსაკუთრებით მე მგონი რომ ეს აქტუალობას იცენს მაშინ როცა ქორწილისთვის ჭირდებათ ეფექტიური. ან მაშინ უკვე მოდიან წყვილი, ანუ ინდივიდუალურად უტარდებათ. ჩაჩაჩა ეხანა. არა, უფრო ვალსით ხო? უფრო ვალსი ალბათ. ქალის ტურნეს რო ტანგო აი სუდად. ზუსტად ის ხო? ნუ და დააბნაოთ. ეს თვალები უნდა დათხარო და ყველაზე საყვარელი ცეკვა. შენი ყველაზე საყვარელი ცეკვა. ბევრი იქნება, მაგრამ ერთი. ფოქსტროტი ხო? შეუძლია, ხო, ანუ ევროპული ცეკვებიდან ფოქსტროტი მოგწონს თან. და რატო? არ რაღაცა სხვა სახელია გადაც მე. მე მაპატი ვიღვიძებ ხოხდება ეს აი მაგვიძა რა მაინც შეძლო შენი გაღვიძება. ნამდვილად კი შეძლო. ხო და ლათინურებიდან არ ანუ ესე გამოყოფილი არ მაქვს. ყველა რაღაცა მომწონს. ყველას მშვენივრად ირგებ რაც თავარია. სტილობ. არა მარტო ლათინურებს, ქართულსაც ირგებს და კონტემპორარისაც ირგებს და საერთოდ ყველანაირ ცეკვას ბრეიკ დანსი რატო და გავიცნოთ ხო? ბრეიკ დანსი საერთოდ ხოლმე ნამდვილად მაპატიო და მომწონს მართლა ძალიან მაგარი მომენტი ან ეგ ცეკვა დამამახსოვრდა როგორ გამოგდის ქართულებს ცეკვები? არა, არ გამოგდის. არა, მარტივ და არა. არა, ჩემთვის რაღაც ან მართლა ხა მე და ამანის რო ვიცეკვეთ თიულური დავაკალი თავი რომ რაღაცა გამოსვლოდა, იმიტომ რომ იქ უფრო ნაზი ხელებია და როგორც მითხეს რაც ეკვეთ ჩვენს ქონდა, ყველაზე ჩვენ ქონდა ყველაზე ხისტი ხელები იყო და ამ დროს აღმოჩნდა რომ ის ჩემთვის ნაზი იყო ძალიან და რთულია რა ჩემთვის ეს შესასრული. რამდენი წელია ერთ მიმდინარეობით მიდიხარ და უცბად განაზრდე ხო, მე მაინტერესებს ჩაჩაჩარი ერთ-ერთი ურთულესი ცეკვა. მაინტერესებს რამდენად აქცევენ კონკურსებზე ყურადღებას, რა არის აუცილებელი იმისთვის როგორი ნაბიჯები რო არ შეგეშალოს აი ტურნირზე პირველ რიგში აქცევენ მუსიკალურობას, ანუ ყურადღებას. მუსიკაში თუ არ ძიხარ, იქ რაც არ უნდა გაიჯოთ, აი ანუ ძალიან მაგრად იცეკო, მაინც ანუ ანუ ნიშნულობა არ აქვს ტექნიკას ამ შემთხვევაში უხეშად თქვენ თავი მუსიკაში და შემდეგ უკვე აფასებენ ტექნიკას, როგორ ასრულებ ამ თუ იმ ძირითად მოძრაობას და ასე შემდეგ. თუმცა თვლებიც რაღაც სხვანაირად არის და არ გაგიჭირდა ამ თვლების დამახსოვრება ან ესე იგი თვლები არის გეტყვია 4-4-დია ხო? თუ სწორად მახსოვს 4-4 წუთში ესწრება 30 ტაქტი ხო? 30 ტაქტი. 30 ტაქტი წუთში ანუ ხო ხვდები ხო საადავარდა. ცირა სიმართლე გითხრას საერთოდ არ მერტულებოდა ჩაჩა, ბევრად რთული ცეკვებია კიდე. არა, უბრალოდ დახმარებაში შეშალა. მოგიწია ძალიან ბევრი ცეკვის სწავლა. რომელი გაგიჭირდა ყველაზე მეტად, რომელი მოგწონს, რომელი გახსოვს ყველაზე მეტად. ჭირივით მეზიზღებოდა არ ეწყინება ჩემს საომეს quick step-ი, იმიტომ რომ ნუ აი დღემდე ვთვლი რომ ნუ ის თან არის ეს ცეკვა. ფოქსტროტიაო ძალიან რთული ამბობდნენ და ნუ საერთოდ არ მერტულა, უბრალოდ დგომი აქვს ძალიან ისეთი. ყველაზე რთული ჩემთვის იყო ყველაზე ადვილი რომელიც არის ჯაივი, იმიტომ რომ ჯაივის დროს მჭირდა ყველაფერი და როცა აღარ მჭირდა, მე ეთყობა ის წევლა გამომყვა და მაინც სუდად ვიცეკვე ეს ჯაივი და ყველაზე რთული მაინც ტანგო ალბათ ჩემთვის, იმიტომ რომ ყველაზე რაღაცნაირი ცეკვაა, მუხლები ცოტა სხვანაირად, დგომი ცოტა სხვანაირად, ხელი სხვანაირად, სახე მოკლედ. ტანგოში აწევდაწევა არ არის. ხო.
მეც გაქვს. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენ სტუდიაში. ძალიან დიდი მადლობა გიორგი შენ კიდევ პირადად რომ კადრე გაიღვიძე და მოხვედით ჩვენთან. მაყურებელს შევახსენებთ რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ მოცეკვავე სალომე ჭაჭუა და მსახიობი გიორგი ვარდოსალიძე. ახლა კი რეკლამის დროა ჩვენს ეთერში ამინდის პროგნოზი და პრესის მიმოხილვით დაგიბრუნდებით. მაგვიზარა დაგიბრუნდეთ პირდაპირ ეთერში და დროა ამინდის პროგნოზს გავეცნოთ. დღეს ჩვენს დედაქალაქში მზიანი ამინდი იქნება, დღისით 18, ხოლო ღამით 7 გრადუსი სითბო. ქუთაისშიც მზიანი ამინდი იქნება, თუმცა ხანმოკლე წვიმაა მოსაუბნელი. დღისით 16, ხოლო ღამით 10 გრადუსი სითბო. რაც შეეხება ფოთშიც თბილი დღე იქნება, თუმცა ხანმოკლე წვიმა ფოთშიც შეინიშნება. დღისით 15, ხოლო ღამით 10 გრადუსი სითბო. ბათუმში თბილი და მზიანი ამინდი იქნება, თუმცა დროდადრო იწვიმებს. დღისით 18, ხოლო ღამით 12 გრადუსი სითბო. რაც შეეხება სოხუმშიც ხანმოკლე წვიმაა მოსაუბნელი, თუმცა მზე სოხუმშიც მოსაუბნელია. დღისით 14, ხოლო ღამით 11 გრადუსი სითბო იქნება. გუდაუთში დღეს თოვლი იქნება, დღისით 4, ხოლო ღამით -2 გრადუსი, როგორც ხედავთ, ღამით ყინვები კვლავ გრძელდება. რაც შეეხება გორსში ცვალებადი მოღრუბლულობა და ხანმოკლე წვიმაა მოსაუბნელი. დღისით 13, ხოლო ღამით 3 გრადუსი სითბო. ხოლო თელავში მზიანი და თბილი დღე იქნება, დღისით 18, ხოლო ღამით 6 გრადუსი სითბო. ამ და სხვა ქალაქებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ პირდაპირ ეთერში და გაითვალისწინოთ სახლიდან გასვლის წინ. ახლა კი მაგვიძარაში პრესის მიმოხილვის შერია. ვენახების ფართობი ბოლო წლებში 2/3-ით შემცირდა. ახალგორელებს ტვირთის ახალგორში შეტანა ისევე ზღუდებათ და რატომ მიგვიანებს სამართალი. ვენახების ფართობი ბოლო წლებში 2/3-ით შემცირდა. ამ სტატიას აქვეყნებს გაზეთი რეზონანსი, როგორც სტატიაში აღნიშნული 1990 წლიდან მოყოლებული მცირე გამონაკლისის გარდა ახალ ფართობებზე ვენახი არ გაშენებულა. აღარ იწარმოება ვაზის ნაყენიც. და ასევე მკვეთრად იყო ყურძნის წარმოება, მას იყო დრო, როდესაც მოსკოვის დაკვეთით 1,000,000 ტონამდე ყურძენს აწარმოებდნენ, ახლა კი წარმოება საშუალოდ 150,000 ტონამდეა დასული. რუსეთთან დიალოგის დაწყების აუცილებლობაზე განცხადებების გაკეთების შემდეგ გლეხები უკენანობენ, რომ მათ ვენახი გაჩეხეს, თუმცა ექსპერტების განცხადებით ადგილობრივი მოხმარებისათვის და ექსპორტისათვის 60-70,000 ჰექტარი ვენახი სრულიად საკმარისია. მაღალჩინოსანთა დანაშაული შესაძლოა ახალაიას დაბრალდეს, მასზე ზეწოლის მოხდენა უნდა და ფსიქოლოგიურად უნდა გატეხონ მისი გადაყვანა, ამიტომაც მოხდა აცხადებს მისი ადვოკატი. ახალგორელებს ტვირთის ახალგორში შეტანა ისევე ზღურდებათ, საუბარია საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და სამშენებლო მასალაზე. უფრო მეტიც, როგორც ადგილობრივები ამბობენ, არჩევნების შემდეგ და მთავრობის სრულების შემდეგ მათ ეგონა მდგომარეობა უფრო გაუარესდა. ვიფიქრეთ, მთავრობა რომ შეიცვლებოდა ამ ყველაფერს წერტილი დაესმებოდა, მაგრამ არაფერი არ გამოსწორდა. გამოსწორებას ვინღაჩივის გაუარესდაო. ცნობისათვის ახალგორში შესვლა მხოლოდ იმ პირს შეუძლია, რომელიც ოფიციალურად არის ჩაწერილი და დარეგისტრირებული ამ ტერიტორიაზე. ადგილობრივები ამბობენ, რომ პრობლემას უქმნის მათ ქართული პოლიციაც, რადგან საყოფაცხოვრებო ტვირთის შეტანამდე საქმის კურსში მათ მცხეთის უშიშროება უნდა ჩააყენონ და მისგან აიღონ ნებართვა. ვაგრძელებთ რეზონანსის მიმოხილვას. აპრილიდან ელექტროენერგია შესაძლოა კიდევ გაიაფრდეს, გაფორმდება ახალი გრძელვადიანი მემორანდუმები, რომელთა ხანგრძლივობა 2-4 წელი იქნებაო, აღნიშნულია სტატიაში.
წელიწადზე მეტია ჯართის ბიზნესი თავქვე მიექანებაო, ამასაც ვკითხულობთ გაზეთ რეზონანსში. მდგომარეობა 2012 წლის თებერვლიდან მოყოლებული უარესდება, ანუ მას შემდეგ, რაც ჯართზე აქციზის გადასახადი 160 ლარი გახდა, ამან ჯართის საექსპორტო შესაძლებლობა მინიმუმამდე დაიყვანაო. არ და თქვენ კარგად იცით, რა პოპულარულია ჯართის ჩაბარება და ამ ხრივ ორიოდ გროშის მოგროვება. გაზეთ რეზონანსი შეგვიძლია რომ გადავდოთ, რატომ მიგვიანებს სამართალი ლიბერალის პირველ გვერდზე უბრალოდ ყდაზე არის გამოტანილი თვალხეული თემი და მანამდე კი ლიბერალი გვთავაზობს ორ აზრს და ორ მოსაზრებას იმ საკითხთან დაკავშირებით ქართულ-რუსული კულტურული ურთიერთობების აღდგენა შეუწყობს თუ არა ხელს ქვეყნებს შორის პოლიტიკური პროცესების დალაგებასო. დიახ, პასუხობს ნუკრი ქანთარია, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ქართულ ოცნებას და ამბობს, რომ კულტურული ურთიერთობები მხოლოდ დაეხმარება ამ პროცესს, ხოლო საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს შოთა მალაშხიას, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენს, ის ამბობს, რომ ეს დაახლოებით იგივეა, მაგალითად საფრანგეთის ოკუპაციის დროს ხელოვანებს დაიწყოთ ურთიერთობის აღდგენა ჰიტლერთან. ჩასულიყვნენ და რაიხსტაგში გაემართათ ცეკვა თამაში, ფილმები გადაიღოთ და ასე შემდეგო. და რატომ იგვიანებს სამართალი? ამ კითხვას სვამს ლიბერალი და უფლებადამცველთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ხარვეზით მიმდინარეობს. მოტყუებულ ფერმერებზე წაიკითხავთ სტატიას და ლიბერალი აქვეყნებს ფოტორეპორტაჟს თუ რა მდგომარეობაშია ანაკლია. მიუხედავად იმ პრეზიდენტის ერთ-ერთი გატაცება სანაპირო ქალაქებში ველოსიპედებით რბოლვა, არც ანაკლია არის ამ ხრივ გამონაკლისი, თუმცა ველოსიპედების მოყვარულები არ ჩანან და ტრასა თავისუფალია. ლიბერალთან ერთად წაიკითხავთ ჟურნალს Generation 2010, რომელიც კავკასიის მედიის სკოლის სტუდენტებმა შექმნეს და მათი ნამუშევრებია. და კი, ერთად მოდის შეფუთვაში. ომის შემდეგ ასე ქვია სტატიას და ჟურნალისტები შეეცადნენ რაციონალური თვალით შეეხედათ ომის შემდეგ 4 წელი გავიდა და რაღაც გამოკითხათ ის სტუდენტები, რომლებსაც აქვთ განსხვავებული მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგალითად, ერთ-ერთი ამბობს, რომ დაბრუნება რადიკალური გზის გარეშე უნდა მოხდეს, ეს მიწა ჩვენია, ერთიანი საქართველოს ნაწილი და სხვა გამონათქვამები უნდა დავივიწყოთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩავიდოდი იქ, თუ იქაურებს არ შეუქმნიდი დისკომფორტსო. გარდა ამისა, Generation 2010 იგივე თაობა 2010-ში წაიკითხავთ სტატიას ჟულიენ ასანჟზე, რომელმაც მან WikiLeaks-ი დაარსა ცნობილი საიტი და ფაქტობრივად ბევრ საიდუმლოს ახადა ფარდა და ეს საიდუმლო დიპლომატიური წყაროებია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს შორის პირადი მიმოწერის უზარმაზარი არქივი ნათქვამია სტატიაში და WikiLeaks-ი სისტემატურად აქვეყნებდა დიპლომატებს შორის მიმოწერას, რამაც თქვათ ბევრ საიდუმლოს ახადა ფარდა, როგორც ვთქვით, წეღან და დამნაშავედაც კი აქცია ჟულიენ ასანჟი. აქვე შეხვდებით ინტერვიუს ნიკა კოჩაროვთან, რომელიც ამბობს, რომ საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემა ალბათ თვითშეფასებაა. რეალურად ქართველი მუსიკოსები აღტაცებული არიან საკუთარი პერსონით და თავს ვარსკვლავად მიიჩნევენ. კარგი იქნებოდა პირველ რიგში მუსიკა და ხელოვნება დაეფასებინათო, ამბობს ის. და სხვათა შორის ჩვენ რომ მქონდა გასულ კვირას პლასტიკურ ქირურგიაზე, როგორც აღმოჩნდა, პლასტიკური ქირურგიის ბუმი წამოვიდა მე-20 საუკუნეში პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ბევრი დასახიჩრებული ადამიანი იყო. თუმცა თუ კი ადრე იყენებდნენ იმისთვის, რომ დასახიჩრებული სხეული აღედგინა, დღეს სილამაზის ელემენტადაც იქცა და კაცობრიობა არსებობის დღიდან ფიზიკურ სილამაზეს ეტრფისო, მასკულტურა სილამაზის მზა სტანდარტებს ბავშვობიდან კვარნახობს, ჩვენც უპირობოდ გვჯერა, რომ ზღაპრის ლამაზი გმირი აუცილებლად კეთილია, უშნო კი აუცილებლად ბოროტიო. მართლაც არის სტერეოტიპი, ყოველთვის როდესაც კეთილ ადამიანს ახასიათებდნენ ზღაპარში, წარმომედგინა აუცილებლად ლამაზი, თმაგაშლილი, ზეთუნახავი, ხოლო დედაბერი რატომღაც ყოველთვის იყო და ეს ვითი დაამსხვრია ფიფქიამ, რომელიც გასულ წელს გამოვიდა. საოცრად ლამაზია დედინაც. 1 საათის შემდეგ პრესის მიმოხილვას აუცილებლად განვაგრძობ.